ჩვენი მიზანია გავიგოთ რატომ არის შავი ზღვა ესეთი იდუმალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი წყლის აუზი. კი, ცადოთ ამ წყაროებიდან თავარი ფაქტები ამოვკრიფოთ. დიახ, ის ხომ არა მხოლოდ წყლის მასაა, არამედ, რა ვიცი, ისტორიული კატაკლიზმების მოწმეა თითქოს. მზად ხართ? დავიწყოთ. აი პირველივე ფაქტი, რომელიც ბევრს შეიძლება გაუკვირდეს. შავი ზღვა ყოველთვის მარილიანი არ ყოფილა. ხო, ეგ ძალიან საინტერესოა. წარმოიდგინეთ, უზარმაზარი მტკნარი ტბა იყო. დაახლოებით 8000 წლის წინ. წყლის დონე ხო 100 მეტრით დაბლა იყო. ანუ რამხელა ხმელეთი იქნებოდა იქ, სადაც ახლა წყალია. ამის მტკიცებულებები ფსკერზეა. აი ნალექებში პოლულობენ მტკნარი წყლის მოლუსკების ნიჟარებს. აჰა. და ეს გვიჩვენებს დაახლოებით სად იყო იმ ტბის ნაპირები. გასაგებია. და კიდევ შელფზე ბურღვისას აღმოაჩინეს, რომ აი ძველ ფენებში თიხის ქვეშ ფორების წყალი ისე მტკნარია. უი, მართლა. ანუ 1000 წლის მერეც. ხო, თითქოს დროში გაყინული წყალია რა, დალუკული. საოცრება. იმ დროს ესე იგი კიდევ ნახევარკუნძული არ იყო. არა, კუნძული იყო. და აზოვის ზღვა საერთოდ არ არსებობდა. და მდინარეების კალაპოტების ჩანს, ხო? დნეპრის, დუნაის. კი, იმ დიდი მდინარეების, რომლებიც ამ ტბაში ჩადიოდნენ. ფსკერზე ჩანს კვალი. კარგით. და როგორ გახდა ეს ტბა მარილიანი ზღვა? აქ იწყება როგორც ვიცი კამათი. ხო, აქ ორი ძირითადი ვერსიაა. ერთი არის კატასტროფული სცენარი, აი რაიანისა და პიტმენის ჰიპოთეზა. მახსოვს. მათი აზრით, დაახლოებით 7500 წლის წინ, შესაძლოა მიწისძვრამა დაანგრია ბოსპორის ბუნებრივი ზღუდე და მე ხმელთაშუა ზღვის მლაშე წყალი შემოიჭრა. თან წარმოუდგენელი ძალით. ამბობენ დღეში 200 ნიაგარის სიმძლავრითო წარმოგიდგენიათ. კი, კატასტროფული სისწრაფით წყლის დონე დღეში 15 სანტიმეტრით იწევდა თურმე. ეს ხომ კატასტროფა იქნებოდა სანაპიროს მცხოვრებლებისთვის. აბა რა, ამიტომაც უკავშირებენ ამას ზოგიერთები ბიბლიურ წარღვნას. გასაგებია. ბალარდმა ხომ იპოვა რაღაც ნასახლარები თურქეთთან. კი, იპოვა, მაგრამ ზუსტი თარიღი უცნობია. შეიძლება უფრო გვიანდელი იყოს. აი, აკრა იპოვეს, ჩაძირული ქალაქი, მაგრამ ის როგორც ჩანს ლოკალური ტექტონიკის გამო ჩაიძირა, მოგვიანებით. და მეორე ვერსია როგორია? მეორე ჰიპოთეზა თანდათანობით დატბორვას ვარაუდობს. გამყინვარების პერიოდი რომ დასრულდა, ოკეანის დონე მაიწია. ხო, მყინვარები დებოდა. კი, და ხმელთაშუა ზღვის წყალმა ნელ-ნელა ბოსპორის გავლით შეაღწია. შეიძლება კასპიანაც მოდიოდა წყალი, კუმანმანიჩის სრუტით. ანუ შეიძლება რომ ორივე პროცესი მოხდარიყო. რა ვიცი, შესაძლოა. ფაქტია რომ ტრანსფორმაცია მოხდა, თან ძალიან დრამატული. და ამან რა თქმა უნდა იმოქმედა ადამიანებზე. ის მიწები ჩრდილო-დასავლეთ შელფზე განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო. და დასახლებულიც, პალეოლითიდან მოყოლებული. აი, მურზაკობა სამარხები მეზოლიტური ამას ადასტურებს. რიტუალური ნიშნებიც აქვს. და როცა წყალმა აიწია, თუნდაც ნელა, მათ მოუწიათ წასვლა, იძულებითი მიგრაცია. საინტერესოა, ზოგი არქეოლოგი ამას უკავშირებს ბალკანეთში ნეოლიტური კულტურების აყვავებას. ვარნა, ხამანჯია. ხო, არის ეგეთი თეორია. პირდაპირ მტკიცებულება ძნელია, მაგრამ კავშირი, ინტრიგას ნამდვილად იწვევს. კარგი, გადავიდეთ მთავარ საიდუმლოზე. აი, რის გამოც არის შავი ზღვა ასეთი? უნიკალური. სიღრმეები. დიახ, 150-200 მეტრის ქვემოთ იქ ჟანგბადი პრაქტიკულად აღარ არის. და სამაგიეროდ არის გოგირდ წყალბადი. აშორი ეს. ის დამპალი კვერცხის სუნი რომ აქვს. ზუსტად, მომწამლავი გაზი. და ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ანოქსიური, ანუ უჟანგბადო აუზი. ამის მიზეზიც ის დადბორვა, ორგანული მასა რომ ჩაიძირა და გაიხსნა. ეგ ერთი ვერსია, კატასტროფულ დადბორვასთან დაკავშირებული, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ეს მილიონობით წლის პროცესია. ზღვა იზოლირებულია, ღრმა, ფსკერზე ლაგდება ორგანული ნარჩენები და ანაერობული ბაქტერიები შლიან მათ. ჟანგბადი რომ არ არის, სულფატებს იყენებენ და შედეგად აშორის ცე წარმოიქმნება. გასაგებია. და სწორედ ეს უჟანგბადო გარემოა მიზეზი იმისა, რომ ჩაძირული გემები ასე კარგად ინახება, ხო? დიახ, ფანტასტიკურად კარგად ჟანგბადი არა, ხის მჭამელი ორგანიზმები ვერძლებენ. და იპოვეს ათობით გემი, ანტიკური შუა საუკუნეების. ოსმალურიც, მათ შორის მსოფლიოში უძველესი 2400 წლის ბერძნული სავაჭრო გემი. თითქმის ხელუხლებელი, 1,6 კილომეტრ სიღრმეზე. წარმოუდგენელია, მაგრამ ამ მკვდარ ზონაშიც არის სიცოცხლე. კი, ეგეც საოცრებაა. აღმოაჩინეს უნიკალური კარბონატული სტრუქტურები. 4 მეტრამდე სიმაღლის, მარჯნებს გავს, მაგრამ არხეები აშენებენ. არხეები, ეს ბაქტერიებია. არა, ეს სიცოცხლის სხვა ფორმაა. უძველესი მიკროორგანიზმები, ისინი მეთანის გაჟონვის ადგილებში ცხოვრობენ. მეთანი. ეგეც კიდევ ერთი საიდუმლოა. ხო, ფსკერიდან მუდმივად ჟონავს. აი 1927-ში ყირიმის მიწისძვრისას ზღვა იწოდა. ეს იყო მეთანი. 500 მეტრის სიმაღლის ალი. ზოგი ამას ბერმუდის სამკუთხედს ადარებს. ნუ ეგ ცოტა გადაჭარბებულია ალბათ, მაგრამ ფაქტია რომ მეთანი არის. და კიდევ არის წყალქვეშა მდინარე. ბოსპორიდან შემოსული მარილიანი წყალი. კი, მძიმეა და ფსკერზე მიედინება, თავის კალაპოტში. დავამატოთ ლეგენდები გვირაბებზე, მეთევზეების, მონაყოლი მორევებზე. ხო, 1944-ში გემი გაქრაო შავ ნისლში, თუმცა დაუდასტურებელია. მოკლედ ეს ყველაფერი ერთად ქმნის ამ იდუმალ აურას. მაშასე შევაჯამოთ. მტკნარი ტბიდან ზღვად გარდაქმნა, წარღვნის ჰიპოთეზები, მკვდარი სიღრმეები გოგირდ წყალბადით. უნიკალური სიცოცხლე ამ სიღრმეებში, საუკუნეების წინ ჩაძირული და შენახული გემები. წყალქვეშა მდინარეები, მეთანი. გასაკვირი არაა, რომ ამდენი საიდუმლო აქვს. ნამდვილად, ყოველი ფენა, გეოლოგიური, ბიოლოგიური თუ ისტორიული, ახალ კითხვებს აჩენს. და ბოლოს, ერთი კითხვა თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის. თუ ეს უჟანგბადო გარემო ასე კარგად ინახავს 2400 წლის გემს, კიდევ რა შეიძლება იმალებოდეს უფრო ღრმად, უფრო ძველი, იქნებ სულ სხვა უცნობი კვალი ადამიანის ისტორიისა, რომელიც შავი ზღვის ფსკერის ხელ ნალექებში ელის თავის აღმოჩენს.